მივესალმები და მშვიდობის სულს ვუსურებ ყველას, ვინც ახლა ეს ჩემი ვიდეო გახსნა. მე-20 საუკუნის უდიდეს წმინდას, მცხეთელ სალოს, მამა გაბრიელს, რომ არ ეთქვა, ადამიანის სამშინველი მის სისხლშია, მაგრამ სისხლი არ არისო, აი ამ 12 ვიდეოს შინაარსი, ასე თამამად და ლოგიკურად ჩემში ვერ გაიხსნებოდა. ადამიანის უხილავი ანატომია. საუბარი მე-11 ცხონების ორი ფრთა. ჭიდი რომ ცაში აფრინდეს, მას ორი ფრთა სჭირდება, ერთით ვერ აფრინდება. ადამიანიც მესამე ცაზე რომ აიჭრას, მას ორი ფრთა სჭირდება. რა ფრთებია ეს? ერთს დავარქმევდი რწმენისას, მეორეს დავარქმევდი სულგრძელებისას. მოდით ჩავიხედოთ იოანეს გამოცხადების ერთ ადგილას, თავი მე-12. და გამოჩნდა დიდი ნიშანი ცაში, დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე და მთვარე მის ფეხქვეშ და მის თავზე გვირგვინი 12 ვარსკვლავით. ის ფეხმძიმედ არის და ყვირის, იტანჯება და ეწამება რომ შობოს. და სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში, აი წითელი დიდი დრაკონი, რომელსაც ჰქონდა 7 თავი და 10 რქა და მის თავებზე 7 გვირგვინი. მისმა კუდმა ციდან წამოათრია ვარსკვლავის მე-13 და მოისროლა დედამიწაზე. დრაკონი კი დადგა დედაკაცის წინ, რომელსაც უნდა ემშობიარა, რათა როცა შობდა, გადაეყლაპა მისი ბავშვი. აქ ტოვებ საკმაო მონაკვეთს და ვაგრძელებ მას მე-13 წყარიდან. როცა დაინახა დრაკონმა, რომ გადამოგდებულ იქნა მიწაზე, დაედევნა დედაკაცს, რომელსაც ბიჭი შობა და მიაცა დედაკაცს დიდი არწივის ორი ფრთა უდაბნოში გასაფრენად. დედაკაცი წერია, რომ ის რაღაცის ნიშანია, სიმბოლოა. ბევრი ფიქრობს და მეც, რომ ის ქრისტეს ეკლესიის სიმბოლოა. ეკლესია ის წიაღი, სადაც ახალი პიროვნება იბადება, რომლის დაბადებაც ასე არ უნდა იმ დრაკონს, რომელმაც ვარსკვლავების 1/13 წამოღება დაცემა შეძლო დედამიწაზე. ანუ 1/13 არამიწიერი სამშვინველები შეაცდინა და მიწიერნი გახადა. ქალი, რომელიც მზით იყო შემოსილი, მის ფეხქვეშ იყო მთვარე. რისი სიმბოლო იყო მთვარე? თუ არა ადამიანში დამარცხებული მიწიერი ქვეცნობიერისა და მიწიერი სამშვინველისა. რისი სიმბოლო იყო მზე? თუ არა სხეულის მზიური სამშვინველით შემოსვისა. რისი სიმბოლო იყო გვირგვინი? თუ არა სულიერ გონებაში ქრისტეს რწმენისა. რისი სიმბოლო იყო 12 ვარსკვლავი? თუ არა ქრისტეს რწმენის მქადაგებელი 12 მოციქულისა. განსაცდელი ჟამს ქალს მიეცა კიდევ ორი ფრთა უდაბნოში გასაფრენად. ეს არის ფრთა რწმენისა. ეს არის ფრთა სულიერებისა. მზით იყო შემოსილი. ხშირად გამიგია პოლემიკა იმაზე, რომ შეიძლება ადამიანი ცხოვრდეს ქრისტეს გარეშე, რომ არიან მაღალ მორალური, მაღალ ზნეობრივი, სულგრძელი ადამიანები, რომლებიც სულაც არ არიან რწმენით ქრისტიანები. უფრო მეტიც, არსებობს არაქრისტიანული მონასტრები, სადაც ბერები ისეთ ღრმა მედიტაციაში შედიან, რომ ნამდვილად შემოიზიდავენ თავიანთ თავში ღვთაებრივ ენერგიებს. არის თუ არა სახარებაში ისეთი ადგილები, სადაც ამაზე პასუხი შეიძლება ვიპოვოთ? კი, არის. სახარებაში ქრისტეს მეორედ მოსვლა ყოველთვის შედარებულია ქორწილთან. ეს ასეც იქნება რეალობაში, რადგან იოანეს გამოცხადებაში ანგელოზი ეუბნება იოანეს. თავი 19. გავიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივცეთ მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა ცოლმა თავი გაიმზადა. და მითხრა მე, დაწერე, ნეტარ არიან კრავის საქორწინო სერობაზე მიწვეულნი. და მითხრა, ეს ჭეშმარიტი სიტყვებია ღმერთისა. ყურადღება მიაქციეთ,
ანგელოზი ხაზს უსვამს იმას, რომ ამ სიტყვებში არანაირი სიმბოლო არ იგულისხმება, არამედ ჭეშმარიტი სიტყვებია ღმერთისაო. ეხლა ანალოგიური იგავი მოვძებნოთ სახარებაში. ეს არის მათეს სახარება თავი 22 სათაურით საგორწინო ნადიმი. ამ იგავს მოკლედ შეგახსენებთ. მეფემ თავის ძეს ქორწილი გადაუხადა. როცა მოწვეულები დარბაზში შევიდნენ, მეფე გამოვიდა, რომ ენახა მოსულები. ყველას ემოსა საქორწინე სამოსი, ხოლო ერთს არ ემოსა საქორწინე სამოსი. მეფეს გაუკვირდა და კითხა: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ? საქორწინე შესამოსელი რომ არ გაცვია? ის კი თუმდა. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: შეუკარეთ მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის სიბნელეში. ებრაელებს ჰქონდათ ასეთი წესი: ვისაც ქორწილში დაპტიშებდნენ, უგზავნიდნენ საქორწინე შესამოსელს. შეიძლება კითხვა გაჩნდეს: ამას ღარიბი მოსახლეობა როგორ შეძლებდაო? მაგრამ სამეფო ტახტი ამას შეძლებდა, ხოლო ღარიბი მოსახლეობა ამას რაღაცით ჩაანაცვლებდა. ეს ჩვენი ძიების მიზანი არ არის. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქორწინე შესამოსელის მქონენი ისინი არიან, ვისაც ღმერთმა რწმენა დაუგზავნა. ზოგმა მიიღო ეს, ზოგმა არა. კაცს, რომელსაც საქორწინე შესამოსელი არ ეცვა, ან არ ჰქონდა პიროვნული ღმერთის რწმენა, ან არ ჰქონდა კონკრეტულად იესო ქრისტეს რწმენა, თორემ სხვა რწმენა შეიძლება მას ჰქონდა. იესოს შეთავაზებულ რწმენა სამოსელზე კი უარი თქვა და სხვა სოფხედელობას არა ქრისტეს მიერ რწმენას აჰყვა. ანუ მას სწორი რწმენის ღვთა არ გააჩნდა. მაშინ როგორ მოხდა სამეფო მეჯლისის დარბაზში? სულიერი ღვთა ნამდვილად განვითარებული ჰქონდა. სულიერი ტექნიკის ცოდნის გზით, არა რწმენის. ვიმეორებ, სულიერი ტექნიკის ცოდნის გზით, არა რწმენის. ის ნამდვილად იგროვებდა თავში სულიერ ენერგიას. აბა რანაირად უნდა მოხვედრილიყო მესამე ცაზე? აბა რატომ უწოდა მეგობარი მეფემ? თუ არა იმიტომ, რომ ის ღვთაებრივს თავის თავში იგროვებდა. ოღონდ იგროვებდა არა იმის სახელით, ვისიც იყო ეს ენერგიები, არამედ აკუთვნებდა სხვას. სხვის სახელს აკუთვნებდა იმას, რაც ქრისტესი იყო. მას ჰქონდა მხოლოდ ერთი ბრთა, სულიერების ბრთა, ამიტომ მესამე ცაზე კი მოხვდა, მაგრამ არა საქორწინეს უფრასთან. მეორედ მოსვლისას კი ყველა შეცდომა გასწორდება. ახლა მეორე უკიდურესობა. უამრავი ქრისტეს მორწმუნე დაიარება. მათ სწორედ იციან მოძღვრება ქრისტეს სახარებისა. აღიარებენ ქრისტეს როგორც ღმერთს, მაგრამ მათში სულ არ არის განვითარებული ის სულიერი ბრთა, რომელიც იმ სახარებისეულ შეუმოსელ კაცს ჰქონდა. სახარებაში იესო ქრისტე ეუბნება, რომ მრავალი, რომელიც მას მიიმართავს, უფალოო უპასუხებს, რომ არ იცნობს მათ. ამაზე დიდი ტრაგედია, მე ვფიქრობ, არ არსებობს. გაიხსენეთ იგავი 10 ქალწულზე, 5 გონიერი იყო და 5 უგნური. გონიერებსაც და უგნურებსაც ერთი რწმენა ჰქონდათ. ამიტომ სიძეს 10-ვე ელოდა. მაგრამ 5-ს ეთქვა ქრისტესაგან. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ. იმ ქალწულებს სწორი რწმენა არ ჰქონდათ? ჰქონდათ. სულიერება არ ჰქონდათ. უამრავი ქრისტიანი დაიარება აი ამ რთის გარეშე. აბა რატო წერია დრაკონმა ვარსკვლავების მესამედი დედამიწაზე მოისროლაო. ეს ის არამიწიერი სამშინელები არიან, რომლებიც ამ ხმაურიან მიწიერ გარემოში ვერ განივითარეს თავიანთი სულიერი ბრთა. ასე რომ საჭიროა გქონდეს იმ ქალივით არწივის ორი ბრთა, ბრთა სწორი რწმენისა, ბრთა სულიერებისა. ჩიტის ზეცაში მხოლოდ ორი ბრთით გაფრინდება. ადამიანიც მესამე ცაზე,
საქორწინო სუფრაზე მხოლოდ 2 ფრთით მოხვდება. აი ეს არის ცხონების 2 ფრთა. მათ ვისაც დაწვრილებით აინტერესებს ადამიანის სულიერი ანატომია, რომელიც ძალიან მოკლედ არის მოცემული ამ 12 ვიდეოში, შეგიძლიათ გაეცნოთ წინგს ადამიანი როგორც სამყაროს შვილი. წინგს საჩუქრად მოყვება ჩემი მოგონებები მამა გაბრიელ სალოზე. დაგვირეკეთ ნომერზე 577 30 80 11. გმადლობთ.